დისციპლინირებული. მაგალითად, მხოლოდ დიდებისკენ მიმავალ და თავდაჯერებული ქართველი თუ გადაიღებდა მე ვარ კუბას. მაგალითად, მხოლოდ ქართველები თუ გააგრძელებდნენ ღვინის ქვევრში დაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრად უფრო ძვირი ჯდება და ბევრად უფრო შრომატევადია. მხოლოდ ქართველი ჯუმბელენავა თუ შეძლებდა იმას, რომ დატრამული ფეხებით მთელი მსოფლიო შემოეარა ველოსიპედით. და მხოლოდ ქართველი სტუდენტები და პროფესორები თუ შეძლებდნენ იმას, რომ 1978 წელს, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, გამოსულიყვნენ და საკუთარი ენა, ქართული ენა დაეცვათ. ძალიან როგორ თქვა? ეს ძალიან ბევრს მაფიქრებს ხოლმე და ასევე მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დიდი დრო ჭირდება ხოლმე კარგ რაღაცებს, თუნდაც ამ სფეროებში. მაგალითად, რამდენად დიდი დრო ჭირდება კარგი ფილმის გადაღებას, რამდენი დიდი დრო ჭირდება კარგი ღვინის დაყენებას, კარგი სპორტული ღონისძიების გამართვას რამდენი დრო ჭირდება, ან რამდენი დრო ჭირდება კარგი სახელმწიფო შენებას. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ხშირად ჩვენი თავი გავამხრევოთ ხოლმე და ერთმანეთი გავამხრევოთ. ამიტომაც დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართული განათლებისთვის ვიბრძვით ამდენი წლის შემდეგაც, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ამ ყველა რეპრესიებისა, დროის გასვლისა, ყველაფრისა, რაც შეიძლება გამოგვეცადა, თქვენში ვხედავ თავდაჯერებულობას, ვხედავ მიზანდასახულობას და ვხედავ დისციპლინას. მადლობა დიდი. შემდეგ გამოსვლელი არის თესეუს მოწვეული ლექტორი მარია მანჯგალაძე. მადლობა წინასწარ ქალბატონ მარიამს. საღამომშვიდობის, გმადლობ წარდგენისთვის. მე ვარ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ერთ-ერთი იმ ლექტორთაგანი, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, ასე ვთქვათ, შეიძლება რეფორმის შედეგად ლექციების მიღმა დარჩეს. რატომ? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სწორედ მხოლოდ ქართულს როგორც უცხო ენას ასე ვასწავლეთი სამედიცინო ფაკულტეტზე და ამ სემესტრიდან ეს ლექციები შეწყდა. ამას თავი რომ გავანებოთ, დღეს არის 14 აპრილი. განსაკუთრებული დღე თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს ისტორია არ არის ღარიბი, მაგრამ გვაქვს გამორჩეული დღეები, სამაგალითო დღეები. ერთ-ერთი ასეთი სამაგალითო დღე არის 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც გაერთიანდა ახალგაზრდობა, გაერთიანდა პროფესურა, საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდა მათ და ერთხმად განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვას. ამ დღეს ეწოდა დედაენის დღე. დედაენის დღე, ეს დედაენა, ეს ტერმინი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ჩვენგანისთვის და სხვათა შორის წელს 150 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველად გამოიცა იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ზუსტად 150 წელი გავიდა მას შემდეგ და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე ღირებული სასწავლო წიგნია ეს. მაგრამ ის რაც მოხდა 14 აპრილს 78 წლის 14 აპრილს, დღესაც მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ხმა მივაწვდინოთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ გლობალურად საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია დავიცვათ იდენტობა, ჩვენი თვითმყოფადობა და სახელმწიფო ენის დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს დაცვას. რატომ? ის არის ერთ-ერთი ატრიბუტი. და სახელმწიფო ენაზე სწავლა არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ის პრობლემები, რაც თავს იყრის ერთი მხრივ ენის სწავლებასთან დაკავშირებით, ან სახელმწიფო ენაზე ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ იმ დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ რეფორმასთან მიმართებით, რაც თავს მოგვახვიეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. სწორად უწოდეს ჩვენმა კოლეგებმა ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას დეფორმა, იმიტომ რომ როდესაც არც ერთი პროფესიონალი არ არის ჩართული ამ ცვლილებების შეტანისას, ხო? არც ერთი პროფესიონალი და ზოგადად განმანათლებლო სივრცე არ არის სათანადოდ მომზადებული იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში
შესაბამისი კონტინგენტი მივიდეს, ხომ სტუდენტების მზაობა იყოს. Როგორ შეიძლება ახლა ჩვენ ხელოვნურად აი ესე მაგნატელი ავიღოთ ხელში და შევკრიჭოთ, შევკვეცოთ პროგრამები, რომლებზედაც წლები ვმუშაობდით. Როგორ შეიძლება არ კონდეს ზოგადი განათლება ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტს და არ ისწავლოს უფრო სიღრმისეულად რომელიმე მწერლის ენა თუ რომელიმე მწერლის თუნდაც ლიტერატურა, ხომ? შეუძლებელია ამის გარეშე, ასე რომ ერთობით, ერთიანობით და პროტესტით, სხვა გზა არ გვაქვს, პროტესტი უნდა გამოვხატოთ, ხომ? უნდა მივაღწიოთ შედეგს და ეს ეგრეთ წოდებული დეფორმა, უпроსტოდ დეფორმა, ეგრეთ წოდებული რეფორმა უნდა შეიცვალოს. და ეს ცვლილებები უნდა იყოს სასიკეთო პირველ რიგში სტუდენტებისათვის, მათზე მორგებული და შემდეგ კვალიფიციურ ადამიანებთან შეთანხმებით შექმნილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც მე აღნიშნე, ეს არის დღე, როდესაც ჩვენს იდენტობას განსაკუთრებულად ქონოდა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ენის წინაშე. გმადლობთ. დღეს ჩვენ აქ ვართ ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად ხედავთ ერთმანეთს. თუნდაც რუსთაველზე, თუნდაც სტუდენტები, რომლებიც შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და გეგმავთ თუ როგორ შეიძლება ვესაუბროთ სხვა სტუდენტებს ან აქტიურ მხარდამჭერებს, ვისი გარეთ ყოფნაც გვინდა. ფაქტია და დიდი ხანია ჩანს, როგორი ინდიფერენტურები არიან სტუდენტების ნაწილი და მე მგონია, რომ ეს რადგან ხშირად არის წუხილი სტუდენტებთან დაკავშირებით, ისინი არ არიან პროტესტში, არ არიან ქუჩაში და ასე შემდეგ. მე ვერ ვხედავ ბოლომდე როგორც სტუდენტი პრობლემას ისევ ახალგაზრდებში, ჩემთვის აქ პრობლემა არის შექმნილ მდგომარეობაში, რომელიც გამოიწვია რეჟიმმა, რადგან ყველანაირად ქმნის სოციალურ პრობლემებს, ეკონომიკურ პრობლემებს, პოლიტიკურ პრობლემებს, რა თქმა უნდა, აჩენს ყველანაირ ბარიერს იმისთვის, რომ არათუ სტუდენტი, არათუ ახალგაზრდა, არამედ არც ერთი ადამიანი არ იყოს გარეთ, არ იყოს ადამიანი, რომელსაც არ იყოს ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც ექნება საკუთარ თავში რწმენა, რომ შეუძლია ცვლილებები. ზუსტად ამის წართმევას ცდილობს და ამის მიღწევას ცდილობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ სტუდენტები აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და აუცილებლად ვიქნებით გარეთ ამის დრო მოვა. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ ფაქტია ახლა ბევრი სტუდენტი არ დგას თუნდაც ამ კონკრეტულ აქციაზე გარეთ და ყველასა კითხვა თუნდაც ჩემთან, ვიცი ჩემს მეგობრებთანაც სად არიან და ასე შემდეგ. ამიტომ დარწმუნებული ვარ ერთი ადამიანის ბრძოლასაც და მინიმუმ აზრის დაფიქსირებასაც აქვს აზრი, რადგან იწვევს დიდ ცვლილებებს. რაც შეეხება განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, გვესაუბრება განათლების ექსპერტი სიკო ჯანაში. არ ვიცი სიყონდება. ან თლიან. მომიგე გადავიდე. სამ ტელეფონს ვერ დაიჭერო. დავიჭერო. გამარჯობა, მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია ყოფნა და თქვენ წინაშე გამოსვლა და ამასთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აქ დგას ხალხი, ვინც დღეს იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და აქ დგას ხალხი, ვინც 48 წლის წინ იბრძოდა იგივე უსამართლობის წინააღმდეგ 1978 წლის 14 აპრილს. ჩვენ ასევე აქ ყავს ხალხი, რომელიც ზურგს გვიმაგრებს, ის ხალხი, რომელმაც დაარსა ეს უნივერსიტეტი და რომელმაც დაგვიტოვა იდეა, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ეს არის იდეა, რომელიც ამ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს, რომელიც საქართველოს დღეს აძლევს ძალას, რომ იყოს არამხოლოდ თავისუფალი, იყოს არამხოლოდ თვითყოფადი, არამედ იყოს თანასწორი სხვა ერებს შორისაც. და სწორედ განათლება გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ იყოს თანასწორები. ეს არის იდეა, რომ არამხოლოდ ფულით
და არა მხოლოდ იყბალის გამოყენებით ან არა მხოლოდ ფიზიკური შრომით, არამედ განათლების, მეცნიერების გზით, საკუთარი თავის და საკუთარი გარემოს შეცნობის გზით უნდა შეგვეძლოს რომ ავაშენოთ ძლიერი, თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. და ეს არის იდეა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური როლი მსოფლიოში, რომ საკუთარ ენაზე შევძლოთ განვავითაროთ ცოდნა, რომელსაც ექნება ერთდროულად ადგილობრივი და ასევე ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა. სწორედ ამ იდეას ებრძოდნენ 48 წლის წინ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ქართული ენა სამუზეუმო ექსპონატი უნდა გამხდარიყო და სწორედ ამ იდეას ებრძვიან დღეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს განათლების სისტემა უნდა იყოს იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. რომ საქართველოში უნდა იყოს ნაკლები განათლება, რომ საქართველოში უნდა იყოს ნაკლები მეცნიერება, რომ უნდა დაიხუროს, გაიყიდოს უნივერსიტეტები, რომ უნდა გასხვისდეს ლაბორატორიები, რომ უნდა დაიშალოს ბიბლიოთეკები, რომ უნდა შემცირდეს სწავლის ხანგრძლივობა და რომ უნდა ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვეულებრივ ქართველს, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. დღეს უამრავი ახალგაზრდის ნიჭი, უამრავი ახალგაზრდის ოცნება აიძირება განათლების სისტემის იმ ჭაობში, რომელსაც პოლიციის, იუსტიციის და უშიშროების პოლკოვნიკები მართავენ. დღეს სულ უფრო და უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ჰქონდეს განათლების სისტემა, რომ ჩვეულებრივ ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ მისწრაფებებისკენ იაროს. და სულ უფრო და უფრო ემსახურება ჩვენი განათლების სისტემა პრივილეგირებულებს. იმერეთის სოფელში იქნება თუ თბილისის ცენტრში სკოლები არის დანგრეული წლობით და ბავშვებს უწევთ სახლიდან შორს შემცირებულ გაკვეთილებზე სიარული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს უწევთ მშობლებთან ერთად სიარული უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ სხვა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან მათ არ აქვს. და სტუდენტები მოდიან ღამენათევები ლექციებზე, იმიტომ რომ მათ არ აქვს სათანადო მხარდაჭერა და საკუთარი განათლება დაიფინანსონ. დიახ, განათლებას მოაქვს მშვიდობა, რადგან განათლება მოიცავს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოიცავს ზნეობასაც. და მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ რომ მითანამშრომლონ განსხვავებული წამსის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული წარსულის მქონე ადამიანებთან იმისთვის რომ მომავალი შექმნან. მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თანაგზნობა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. განათლებული ადამიანები ვერ ეგუებიან ძალადობას და ებრძვიან ამ ძალადობას მუდმივად. მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ რომ შეაჩერონ ერის გახლეჩვა და აი ამ შესაძლებლობას გვართმევენ მაშინ, როდესაც გვართმევენ განათლების შესაძლებლობას. დიახ, სწორედ ამიტომ და ამ სხვა ბევრი უსამართლობისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ამ უსამართლობებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და უნდა დავიცვათ ამიტომაც ჩვენი განათლება. და ჩვენი ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რომ თავად განათლება იყოს მოწყობილი სამართლიანად, არა მხოლოდ საზოგადოება ზოგადად, არამედ განათლების მიღების შესაძლებლობები იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და სამართლიანი. ესე იგი, ხანდახან მეკითხებიან ხოლმე, რომელი განათლების სისტემა უნდა გადმოვიღოთ საქართველოში, რომ გქონდეს უკეთესი განათლების სისტემა. ან მეკითხებიან ხოლმე, ღირს კი იმ განათლების სისტემის დაცვა, რომელიც დღეს გვაქვს, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ განათლება. დიახ, დღევანდელ განათლების სისტემას აქვს უამრავი პრობლემა. არის უამრავი უსამართლობა დღეს განათლების სისტემაში, რომელიც არის გამოსასწორებელი. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ არ გადმოვიტანოთ ფინური, გერმანული, ანგლოსაქსური თუ სინგაპურული განათლების სისტემა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ერთი მხრივ ჩვენი არსებული პრობლემები და შევქმნათ ისეთი ღირსეული განათლების სისტემა, რომელიც ერთ დღესაც შესაძლებლობას მიცემს ქართველს, რომ ამაყად თქვას, მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ განათლებული. სწორედ ასეთ განათლების სისტემისკენ მივდივართ ჩვენ და უნდა გამოვყოთ თქვენს იმისთვის, რომ დავიცვათ ეს სისტემა. გავამარჯოს ქართულ განათლებას და გავამარჯოს ყველას, ვინც იცავს ამ ქართულ განათლებას. შემდეგ გამოსვლელი არის სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ჭურჭუმია. ეხლა გინდა დავიჭერ? ჯერ არა უნდა დავდოდო.
მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან სიმბოლური და გულისამაჩუყებელია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენს პროფესორ მასწავლებლებთან ერთად და სწორედ ეს მოხდა 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც სტუდენტებმა გადაწყვიტეს დაიცვათ ქართული ენა. მაშინ საბჭოთა კავშირი შეეცადა გაეტარებინა რუსიფიკაცია. ჩემმა წინა გამოსვლებმა ძალიან კარგად ისაუბრეს განათლების რეფორმაზე და მე არ ვაპირებ კიდევ ერთხელ ვისაუბრო თუ რა დიდ პრობლემებს უქმნის ეს დეფორმა განათლების რეფორმის. მე მინდა ვისაუბრო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტკივილზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იყო მხოლოდ უნივერსიტეტი, ეს იყო გზა აფხაზეთთან დამაკავშირებელი, რომელიც ახალგაზრდა თაობებს უღვივებდა განცდას აფხაზეთის მიმართ და აგრძნობინებდა, რომ აფხაზეთი ჩვენი არის და აღიარებული არ არის. 1978 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა, რომ რუსიფიკაცია ჩაეტარებინა საქართველოში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული გაუქმება სწორედ ამ რუსიფიკაციას იმსახურება და დღეს ჩვენ მთავრობაში გვყავს რუსები, დღეს ჩვენი რექტორი, რომელიც არის რეჟიმის წარმომადგენელი, მე გადმოცემებიდან და ისტორიის წიგნებიდან ვიცი, რომ KGB ხიზლად იყო და უკრძალავდა ზოგს აშინებდა, ზოგს კიდევ უკრძალავდა, სწორედ ეს ხდება ძველმოდური KGB-ს მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს დეფორმა გაიტანონ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება აკეთებს და უნდა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დახუროს, ეს არის სრული რუსიფიკაცია და ასევე ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი ახალგაზრდების ხმა ჩაახშონ და არ იყოს აქ პროტესტი და ცდილობენ, რომ შევეგუოთ რუსიფიკაციას, თუმცა ქართველები და ქართველი ერი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ აქ რუსის ჯარი შემოვიდეს და ჩვენ გავხდეთ რუსები. ეს არ მოხდება და სწორედ ეს უნდა ქართული ოცნების წარმომადგენელს და სწორედ ამას ემსახურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვა, შემდეგ კი ამ დახურვას მოყვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღიარება და ჩვენთვის თითოეული ქართველისთვის აფხაზეთი ძალიან დიდი ტკივილი არის და რომლის აღიარებასაც არც ერთი ჩვენთგანი არ დაუშვებს, ისევე როგორც არ დაუშვეს ქართული ენის გაუქმება 1978 წლის 14 აპრილს. ჩვენი შემდეგ გამოსვლელი არის ყველასთვის საყვარელი ადამიანი, მწერალი ირაკლი ლომოური, რომელიც ძალიან ხშირად არის რუსთაველზე და შესაშური ბრძოლის ჟინი აქვს ამ პროცესში. მოგესალმებით მეგობრებო. აქ რომ ვიმკე ხო შეიძლება? არავა კიბეზე. მეგობრებო, მოგესალმებით, დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა და ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ნატო უნივერსიტეტი ჩემ თავს უფლება, როდესაც თხოვეს გამოდიო 1978 წლის 14 აპრილს მე ვიყავი 19 წლის მესამე კურსელი ბიჭი და მონაწილეობდი ამ გამოსვლაში. ეხლა ვარ 67 წლის, წარმოიდგინეთ, თავი ცხოვრება გავიდა. რას წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლის ბოლოს ისევ ქართული ენის და საქართველოს დაცვისთვის მომიწევდა ქუჩაში დგომა. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი. და მე ერთადერთი ახლა რაც ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ვილაპარაკო, არის ის, რომ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ეს 14 აპრილი 1978 წელს. ამის შესახებ თითქმის პრაქტიკულად მე ასად არ წამიკითხავს. ეხლა ბევრი დრო არ მაქვს სასაუბროდ, ამიტომ რაც შეიძლება მოკლედ შევეცდები.
მაქსიმუმ 5 წუთში ჩავერტიო. მაგრამ ისე საინტერესოა ეს თავის დეტალებით ეს ამბავი, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ იყო გადაწყვეტილი ამ აქციის, ამ დემონსტრაციის გამართვა. აი ხო ორიოდე სიტყვით ვეცხედი რა შეიძლება მოკლედ. წინა დღეებში 14 აპრილამდე ქალაქში ვრცელდებოდა ხმები, რომ რაღაცა არის მოსალოდნელი ქართულ ენას ართმევენ სახელმწიფო ენის სტატუსს და რაღაც პროტესტი უნდა გაიმართოს, უნდა გამოხატოს თელმა საზოგადოებამ პროტესტი და წინააღმდეგობა გაუწიოს ამ მოსალოდნელ მოვლენას და მაშინ მე ვსწავლობდი როგორც უკვე მესამე კურსზე ვიყავი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ნაცნობები ყავდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, იმათგან გავიგეთ საერთოდ ეს ამბავი და ჩემი ფაკულტეტიდან 3 მოვედით აქ დილით, ესე გვიწყეს რომ ადრე მოდითო და შეგიყვანთო ბერძნულ ლათინურის კაბინეტში გრეკო-ლატინას ეძახდნენ, იქ არისო შტაბი, იქ იქნებაო შეკრებაო იმ ხალხის, ვინც ამ აქციას ატარებდა. ანუ შტაბში აღმოჩნდით მე და ჩემი 2 კურსელი, მეგობარი და რატო ყვები ამას? პირდაპირ დასკვნა მინდა თქვა, უნდა გაბედოს ადამიანმა, უნდა აი ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, სტუდენტები ვიყავით და ჩვენ ალბათ ბოლომდე არ ქონდა გააზრებული რა ხდებოდა საერთოდ. ჩვენ გვინდოდა გამოსვლა, ვიცოდით რომ უნდა გამოსულიყავით და შევედით ამ შტაბში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, სულ ვიღაც მოდიოდა, მიდიოდა, დიდი ის იყო. და უცებ იქ აღმოვაჩინეთ, რომ გვეუბნებიან დღეს გამოსვლა არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის სახიფათო, ეს არის საშინელი სისხლის ზღვის წინა პირობა, წინა მომენტი. ჩვენ რომ გავიდეთ ეხლა ქუჩაში და დემონსტრაცია მოვაწყოთ, გვესვრიან, დაგხრეტენ და ამასვე ვერ დაუშვებთ, ვერ გავწირავთ ახალ თაობას. და ნუ ჩვენ ვინც მივედით და კიდე რამდენი ადამიანო, თქვენ კი მაგრამ ეს რა ეხლა გაიგეთ, ეს შესაძლებელია და მოსალოდნელია. აქამდე რას აუცელებდით ამ ხმას და თუ შტაბია, შტაბი უნდა ხელმძღვანელობდეს ბრძოლას და არა უკან დახევას და დამარცხებას. ნუ მაგათ ბევრი არ ვილაპარაკო და ეს ჩვენი ესეთი უაზრო კამათი გაგრძელდა მინიმუმ 2 საათი იქ იყო რაღაცა სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია. და ვინც ეს წარმოიწყო ეს აქცია, იმათვე უკან დაიხიეს გადამწყვეტ მომენტში და აი რატო ყვები, აი როგორ დაიწყო სინამდვილეში ეს ყველაფერი და როგორ მოხდა ამ აქციის დაწყება. ეს იყო უკვე როცა ჩვენ მივხვდით რომ აზრი არ აქვს აქ გაგრძელებას ამ საუბრის, შემოვიდა ბიჭები, შემოიყვანეს უпростоრად 3 თუ 4 ბიჭი და ესენი აკადემიიდან, სამხატვრო აკადემიიდან არიანო და იმათ კითხეს, ისე როგორც ჩვენ გაკითხებოდით თავიდან, რომ აი რას აპირებს უნივერსიტეტი. და ამათ უპასუხეს, ვინც იქ იჯდა და ასე ვთქვათ, შტაბს წარმოადგენდა, რომ არა, უნივერსიტეტი დღეს არ გამოვა. ხო და ნუ ისინი სახთად დავსნენ როგორც ჩვენ და მაგრამ როგორ და არა ეს არ შეიძლება გავუპარდო ახალგაზრდობასო და ისინი გატრიალდნენ და გამოვიდნენ ოთახიდან ჩვენს გამოუყევით ამათ. ხო და აი ამ მომენტში გადაწყდა
14 აპრილის ასე ვთქვათ ბედი. როდესაც ჩვენ გამოვედით პირველ და მეორე კორპუსს შორისო გასასვლელია იქ გრეკო-ლატინიდან იქ იყო გასასვლელი უფრო მოკლედ თუ ახლოს ჩვენ უთხარით რომ უნივერსიტეტი მარტო ესენი არ არის ჩვენს უნივერსიტეტელებია და აი ჩვენი ბევრი მეგობარი გარეთ გადა გარეთ იყო სრულიად ესავსე ფერიე სივრცე მეორე კორპუსამდე უამრავი ხალხი იყო და არა მხოლოდ სტუდენტები და ისინი ელოდებიან მეთქი რომ ვიღაცამ დაიწყოს ეს სვლელობა და თუ თქვენ აკადემიის სტუდენტები თუ მზადახართ რომ გამოყვეთ ჩვენს გამოვალთ მეთქი და ამ ბიჭებმა თქვენს რომ მოიცავო ახლა ჩვენ ეს დაველაპარაკებითო ვივიდნენ მოითათბილეს მე გითხრეს რომ კი ჩვენ გავდივართ ჩვენ თქვენ ჩვენს მოვდივართ და ეს ბიჭები რომ არ მოსულიყვნენ იმ დღეს ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან არაფერი არ მოხდებოდა და როდესაც 15-20 კაცი შევიკარით და სწრაფი ნაბიჯით წამოვედით აქეთ აქ რო ჩამოვედით უკვე ხალხი შემოგვემატა იმიტომ დაინახეს რომ რაღაც ჯგუფი მიდის შემართული და ხალხი მზად იყო ხალხმა იცოდა რომ ქართული ენა შეიძლება აღარ იყოს რა მნიშვნელობა ჰქონდა ხო სინამდვილეში კონსტიტუციაში რა ეწერა ის ხო აბსოლუტურად ფარატინა ქაღალდი იყო აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა სინამდვილეში არ ჰქონდა მაგრამ ჩვენ რო ეს გულგრილად და მშვიდად მიგვეღო ეს გაუქმება სახელმწიფო ენის სტატუსით ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი ქართველობის დაკარგვის გზაზე და ამიტომ მადლობა ღმერთს რომ ეს სტუდენტები მოვიდნენ ეს ბიჭები სხვაჩვენს არც სახელი იცი არც გვარი მათი და აი ესე ჩვენ წარმოვედით და უკვე როდესაც აი ჩაისახთან გადავედით ვარდისხევი გადავედით გადავკვეთეთ უკვე იმდენი ხალხი იყო რომ ვეღარ ვეტეოდით ტროტუარზე და როდესაც სასტუმროსთან მივედით უკვე გაწყდა შეცვლა მოძრაობა მანქანებით იმდენი იყო და იქ სტუდენტები არ იყვნენ მხოლოდ იყო ძალიან ბევრი მოქალაქე ვინც ელოდებოდა ამას ახლა მეც აღარ ვილაპარაკებ შემიძლია ეს უფრო დეტალურად მოვყვე მაგრამ ალბათ საკმარისია რაც გითხარით ხო ეგრეა მე მგონი რომ ხო და რა მინდა თქვა პირველ რიგში მივმართავ ახალგაზრდებს გაბედეთ და გადადგით ის თავგანწირული ნაბიჯი რომელიც მართლა ხო და ჩვენი ლექტორები აქ იყვნენ ყველანი და გვეუბნებოდნენ რომ შვილებო ნუ მიდიხართ დაიღუპებით გესვრიან ამისა გვაჩერებდნენ ფიზიკურად გვაკავებდნენ მაგრამ ჩვენ ნუ ახალგაზრდები ხო იცით როგორი შემართულები არიან და როგორი მოკლედ გაბედულები ჩვენ არა გავდივართ და გავედით ნუ მე იქ დეტალოსთან ერთხელ გაგვაჩერეთ კორდონი იყო ამ დეტალებს აღარ მოვყვები იმიტომ რომ ცოტა დრო უბრალოდ სხვადასხვა შარშა საზმაოსთან ამაზე ვილაპარაკე და მე მგონი ძალიან დიდხანს ხო და კიდე რა მინდა მთავარი თქვა რომ ახალგაზრდები უნდა ჩაებათ არა მხოლოდ ემოციის დონეზე არამედ პოლიტიკაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა როგორც მოქალაქეებმა და როგორც თუნდაც პოლიტიკოსებმა მთელი ჩვენი ცხოვრება მე მეგონა და ჩვენ მეგობრებსაც ასე მიგვაჩნდა რომ პოლიტიკა არის ბინძური რაღაც ბინძური საქმე ბინძური თამაში და ჩვენ არ ვიკადრებთ პოლიტიკაში არ გავერევით ეს არის დიდი შეცდომა პოლიტიკა არის ცხოვრება ქვეყნის ცხოვრება პოლიტიკაში ბინძური ადამიანები ქმნიან ბინძურეს და როცა თამაში არის წესების გარეშე
პოლიტიკა, ნამდვილი პოლიტიკა, ცივილიზებული, ევროპული, ფასეულობებზე დამყარებული, აუცილებლად მოითხოვს ერის ახალგაზრდა ნაწილის აქტიურობას. და მე მოგეწოდეთ, ძალიან ცოტანი ვართ, ხო ხედავთ ხალხო, ეს ახალგაზრდები მე ხვდები რატომ არ არიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმედგაცრუება აი გავრილოვის ღამის მერე და იმ გამოსვლების მერე, რომელიც ისინი აქტიურად იბრძოდნენ ქუჩაში, რაღაცნაირად ის დაემართათ იმედგაცრუება და მე მინდა მათ თხოვო, კი არ მოუწოდო თხოვო, რომ მიხვდნენ, რომ მაგათია ეს ქვეყანა, მაგათია მომავალი, მაგათ უნდა გაბედონ და თუნდაც დგომა ყოველგვარი აქტიური მოქმედების გარშე, თუნდაც დგომა უკვე წინააღმდეგობაა და მესმის რომ არ უნდა და არ შეუძლიათ, მაგრამ უნდა მიხვდნენ, რომ ერთ დღეში და ერთ წელიწადში არ დამთავრდება ეს რეჟიმი, ჩვენ უნდა ყველამ ახალგაზრდამაც, ძველგაზრდამაც და შუა ასაკში მყოფ ადამიანო ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი ყველაფერი კერძო საქმე გვერდზე და ამ ქვეყანას მოუაროთ. სხვა გზა არ არის, სხვა მომავალი ჩვენ არ გვექნება, არან არ გვაჩუქებს. არ შეიძლება მივატოვოთ, შევატოვოთ ეს ქვეყანა რუსებს, ქოცებს და უბრალოდ ამ მინდა დავამთავრო, მაპატიეთ რაღაცა ცოტა არეულდარელად ვილაპარაკე, მაგრამ თავარი ესაა, რომ აი იმ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ჩემთვის შექმნეს ცალკე ისტორია, ცალკე ჩემი ქვეყნის რაღაცა გამარჯვების რეალობა, გამარჯვება, რომელსაც დამთავრდა ეს გამოსვლა, ეს ცალკე ამის ინტერპრეტაცია, ცალკე სალაპარაკო თემა, მაგრამ ალბათ დაგიგიათ, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძემ წინასწარ ჩააწყო, ეს ყველაფერი იყო განზრახული, ამაზე დრო ეხლა აღარ არის სასაუბროდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესე არ იყო, რომ შევარდნაძე უბრალოდ უყურებდა სიტუაციას. ეს აღარ იყო 37 წელი და აღარ იყო 56 წელი, რომ პირდაპირ ქუჩაში ესროლა. ეს იყო დეტანტის, რა ქვია, დასავლეთთან ურთიერთობის დავლაგების პერიოდი და არ აწყობდა თვითონ მოსკოვში, რომ აქ ისევ სისხლი დაეღვარა ჯარს და პოლიციას, მაშინ მილიცია ერქვა. კარგით, მაპატიეთ, ბევრს ლაპარაკობ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და როდესაც ხდება. მადლობა. ბატონ ირაკლის მინდა უთხრა, რომ რა თქმა უნდა არ შევატოვებთ ამ ქვეყანას რუსებს და დარწმუნებული იყოს ამაში. ანუ დღეს თუ დავაკვირდებით, მე როგორც ვაკვირდები, რეჟიმი როგორ იქცევა, თითქოს უნდა ქვეყანაში ყველაფერს თავისი სილამაზე, თავისი ფერი, თავისი შინაარსი ყველანაირად დაუკარგოს. მაგალითად ადამიანს წაართვას თავისუფლება, ადამიანს წაართვას ინდივიდუალიზმი და სტუდენტებს წაგვართვას განათლების ხელმისაწვდომობა. მაგრამ თუნდაც ერთი სტუდენტის აქ ყოფნა, ნებისმიერი ადამიანის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ რეჟიმი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი იდეოლოგია, რომელსაც არ ყავს რეალურად ბევრი მხარდამჭერი და დგას რაღაც მხოლოდ მატერიალურზე, აუცილებლად ღირსეულად დამარცხდება ჩვენი მხრიდან. ამაში მე ვდგრად დარწმუნებული ვარ. ჩვენი ბოლო გამოსვლელი არის სოვლაბის ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი და საბოლოოდ რაღაც შემაჯამებელ სიტყვას კიდე გვეტყვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ყველას ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის დღეს.
მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. პირველ რიგში არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ბატონ ირაკლი ლომოურძემ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვისთვის და იმ ძალიან მნიშვნელოვანი ამბის გახსენებისთვის, ვისი მონაწილეც იყო თვითონ. აქ ხედავ მე ბატონ იულონ გაგოშიძეს, ბატონი ირაკლის სიტყვაც ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, არ არის უბრალოდ მათი აქ ყოფნა და არსებობა. ისინი არიან დიდი გამოცდილების მატარებელი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ჩვენი ერის წინააღმდეგობის მოძრაობა, შეიძლება ესე ვთქვათ, თავისუფლებისთვის, რუსეთის გაძევებისთვის, ჩვენი აი ამ სივრციდან, რომელიც ჩვენია და რომელსაც 2 საუკუნეა გვართმევს ოკუპანტი და ეს ადამიანები არიან გზის მაჩვენებლები იმ ბავშვების, რომლებსაც აქ ხედავ და ჩვენთვის, უფრო შედარებით ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა დავასრულოთ ბოლოს და ბოლოს და რომლებმაც უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რომ ისევ და ისევ არ ვიაროთ იმ წრეზე, რომ შევინარჩუნოთ ენა, შევინარჩუნოთ განათლების სისტემა, ხო? ჩემი წინა გამოსვლელები ამბობდნენ აქ რომ და ყველამ ვიცით, რომ გავიმეორებ მათ სიტყვებს, რომ საფრთხის წინაშე არის ჩვენი განათლება მიუხედავად იმისა, რომ ნაკლი აქვს, არ არის ეს ისეთი როგორიც გვინდა იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარესი ან სრული კატასტროფა მივიღოთ, ხო? ანუ ის რაც იყო 1978 წელს, როდესაც ენას ართმევდნენ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას, დღეს ფაქტიურად იგივე არის განათლების სისტემის დანგრევა და ეს არის ერთი და იგივე წრე, რომელზეც მიდიან ვინ არა მარტო მათი ბრძანებლები მოსკოვიდან, არამედ ის ქართველები, რომლებსაც დღემდე სჯერათ, ისევე როგორც იმ 1978 წლის ამბების ავტორებს, რომ ჩრდილოეთიდან ამოდის მზე და რუსეთი არის ერთადერთი გამოსავალი და საშუალება, რომ ჩვენ ვიარსებოთ, ხო? ამას ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, მაგრამ საბედნიეროდ არც მაშინ გამოვიდათ და არც ეხლა გამოვიდით. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა პროცესი შენელებულია, ეს აუცილებლად აფეთქდება ისევ და აუცილებლად გავა ლოგიკურ დასასრულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე აღარასდროს აღარ უნდა გახდეს. არც ქართული განათლების სისტემის დანგრევა და არც ის ისტორიული ენის გაუქმების ცდილობა. თუმცა თუ ჩვენ ისტორიის ლოგიკას მოვიშველიებთ და რამ მიგვიყვანა, ხო, აქამდე, რასაც 1978 წლის მოვლენები ქვია, ეს საფრთხე სამომავლოდაც არ არის მოხსნილი, ხო, ანუ კი, ეს გამარჯვების დღე არის. ბატონი ირაკლი ამბობდა, ხო, თავის ამბავს, მაშინ ახალგაზრდა ადამიანი იყო, სტუდენტი იყო და ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი უსაფრთხოება გარანტირებულ სიკვდილზე მიდიოდნენ, ხო? საკუთარი თავი გაიმეტეს იმისთვის, რომ ენა დაეცვათ. რატომ ეუბნებოდნენ სხვები, რომ სახიფათოა, სისხლი დაიღრება, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჰქონდათ მათ. რამდენიმე 2 ათეული წლით ადრე თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების სისხლი დაღვარა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა. ბოლო შემთხვევა ეს იყო, ხო? და ეს ტრამული გამოცდილება ალაპარაკებდა იმ ადამიანებსაც, ვინც უკან დახევას ემხრობოდა, ხო? მაგრამ თავარი ამბავი არის რა, გამარჯვების დღე, მაგრამ რატომ დადგა საჭირო ეს ბრძოლა, რატომ გახდა საჭირო ეს ბრძოლა? როგორ მივედით აქამდე? ეს არის შედეგი, მაგრამ მიზეზი იყო რა? რუსული ოკუპაცია, რომელიც 1921 წელს დადგა ამ ქვეყანაში. თუ თქვენ რუსული ოკუპაციამდელ გაზეთებს გადახედავთ, მაგალითად 1917, 18, 19, 20, 21 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ჟურნალ-გაზეთებს მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ფასეულობას ჩემი აზრით, ხო? იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ისტორიის ნაწილი. მრავალფეროვანი პრესა, ჟურნალები და გაზეთები მუდმივად წერდნენ რაზე 1918 წლიდან მოყოლებული 117 წლის მონობის რუსული უღელის გადაგდების შემდეგ რა ხდება? საქართველოს თავისუფალი დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფის ევროპის ასე ვთქვათ თანამეგობრობაში გაწევრიანებისთვის და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. პარალელურად ხდება რა? ყველაზე დიდი ფასეულობა ენა, სახელმწიფო ენა მაშინ ესე ვთქვათ ხდება აქტუალური. ხშირად წერია და თითქმის ყოველ ნომერშია საუბარი ამაზე, ნომრებში, რომ დაწესებულებათა გაეროვნება, ქართული ენის აღდგენას, ქართული ენის
ასე ვთქვათ, სახელმწიფო ენად გამოცხადება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ხაზი დამოუკიდებლობის პროევროპული დასავლური თანამედროვე სახელმწიფო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო სახელმწიფო ენა ყოფილიყო ქართული ენა და ის რუსი მოხელეებიც კი ვინც იყვნენ აქ პროფესიონალები, საქმისწოდნეები, თუნდაც იძულებიც სწავლობდნენ ქართულ ენას ამ წლებში, მაგრამ რა ხდება? შემდეგ ხდება საბჭოთა რუსეთის თავდასხმა, ოკუპაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული გზის განადგურება, თუმცა საქართველოს იყო იმდენად შემდგარი, იმდენად ძლიერი სახელმწიფო მაშინ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა იურიდიულად სრულფასოვან სახელმწიფო საოკუპაციო რეჟიმმა კომპრომისები დაუშვა. მიუხედავად იმ ხოცვა-ჟლეტისა, სისხლიანი წლებისა, რაც იყო 1920-იანი, 30-იანი წლები და ასე შემდეგ, საქართველოში საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, როგორც ერქვა, მაშინ სახელმწიფო ენის სტატუსი არ გაუქმებულა, ხო? იყო სახელმწიფო ენად იყო ქართული ენა, მაგრამ ოკუპანტებს არ ეჩქარება არსად, როდესაც ისინი სახელმწიფოს განადგურებას ახერხებენ, მერე სხვადასხვა ასე ვთქვათ პერიოდში მომდევნო ნაბიჯებში, ასე ვთქვათ, გამოიხატება ის უბედურება, რაც ამ განგრძობით ოკუპაციას ახასიათებს და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები ზუსტად არის აი ეს შორეული საფრთხე, რომელიც ოკუპაციიდან, თავისუფლების დაკარგვიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო გასული უკვე, როდესაც ჩათვალა ოკუპანტმა, მათმა მსახურმა ქართველებმა, რომლებიც მათ პოლიტიკას ატარებდნენ აქ და მათ დირექტივებს ემორჩილებოდნენ, ჩათვალეს, რომ ახლა უკვე დადგა დრო, რომ ენაც კი წავართოთ ამ ქვეყანას და ქართულ ენაზე არც კი იყოს არც სწავლა, არც განათლება, არც რა ვიცი, კომუნიკაციაც კი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ენის სახელმწიფო ენის გაუქმება ეს არ იყო მარტო ფარატინა ქაღალდის ამბავი, ამას მოყვებოდა შეუქცევადი შედეგები, შეუქცევადი პროცესი გახდებოდა ეს და არათუ ეროვნულ მოძრაობის აღმავლობა და დამოუკიდებლობის აღდგენა ბევრი რამე შეიძლება კითხვის ქვეშ დამდგარიყო თუ ამ ასე ვთქვათ პროცესს ყურადღებას არ მიაქცევდა ქართველი ხალხი, ამ ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოხდა პირიქით. ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა მაშინ სახელმწიფო ენის სტატუსი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რაც პირველი ნაბიჯი იყო, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში. რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ბატონი ირაკლის სახით მადლობა უთხრათ კიდევ ერთხელ, მადლობა თავგანწირვისთვის, ბრძოლისთვის, რითაც მუდმივად უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს შეინარჩუნოს თავისუფლება და საქართველოს ჰქონდეს იმედი იმის, რომ საბოლოოდ დააღწევს თავს რუსულ ოკუპაციას და საბოლოოდ გავალთ აი ჩვენ ისტორიულ გზაზე, რასაც ევროპული გზა, ევროპული ინტეგრაცია და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ევროპული ოჯახის წევრად ყოფნა ქვია. მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ გამარჯვებას, კიდევ ერთხელ დიდ და საბოლოო გამარჯვებას. მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ გამომსვლელს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რათა მობრძანდით დღეს 14 აპრილს თესეულისთან, რათა პატივი მიგვეკო ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან. 1978 წლის 14 აპრილი არ არის უბრალოდ ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ერთ-ერთი იმპულსის მიმცემი საქართველოს ეროვნული თვითგამორღვევისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა. იმპერიალისტურმა რუსეთმა სცადა წაერთვა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი ენა, ქართული ენა, დედაენა. ქართველებისთვის ჩვენი ენა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი ქართველი თაობების, ბევრი ქართველის, ბევრი თაობა საზღვარგარეთ, ირანში, თურქეთში დღემდე ინარჩუნებს ქართულს. ჩვენთვის ჩვენი ენა არის ჩვენი იდენტობის მთავარი მაჩვენებელი. და 1978 წელს ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ენა და გვაქვს ერთი სამშობლო, რომელსაც დაცვა და მოვლა ჭირდება. ამიტომ არ შეეშინდათ საბჭოთა რეპრესიული აპარატის და ეს ხალხი გამოვიდა, იბრძოლა და გამარჯვებაც მოიპოვა.
ასევე სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა შეგახსენოთ ერთი რამ. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ცხოვრობენ ქართველები, რომელსაც შეზღუდული აქვთ ქართული ენის სწავლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი პოულობენ საშუალებას და პოულობენ იმ გამბედაობას, რომ ქართული ისწავლონ და ქართულად იმეთქველონ. გარდა ამისა, 1978 წელი კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ფატალური შეიძლება რეჟიმისთვის აღმოჩნდეს აკადემიური სფეროსთვის დაპირისპირება. უნივერსიტეტები, სტუდენტები, ლექტორები ძალიან ძლიერი ძალაა და დღეს ჩვენს ბრძოლას სწორედაც რომ ეს ხალხი უდგას სათავეში. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ გამარჯვებას და მინდა იცოდეთ, მინდა გითხრათ, რომ 1978 წლის 14 აპრილი იმდა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის, რომ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ აქციისთვის შეკრება, საპროტესტო შეკრება. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობები უნდა აორგანიზებდნენ ღონისძიებებს, რომელიც თაყვანს და ხაზს უსვამს ასეთი გამოსვლების და ასეთი ისტორიული მოვლენების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ვიმყოფებით ახლა, სადაც სტუდენტურმა მოძრაობებმა პარტია თავისუფლების მოედანთან ერთად დააორგანიზა ღონისძიება, აქცია, სადაც პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები გამოვიდნენ სიტყვით ისაუბრეს ქართული ენის დაცვის და ზოგადად ქართული ენის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეიძლება განათლების სფეროს მიადგეს. სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები, რომელსაც ყოველკვირეულად სწორედ აქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა გამოსვლებით უპირისპირდება, ასე რომ ვთქვათ, პარტია თავისუფლების მოედანი, ასევე სტუდენტები ანონსებენ სხვადასხვა აქციებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ოცნების დაინიცირებული განათლების რეფორმის უკან გაწევასა და განათლების იმ ღირებულებების დაცვას, რომელსაც 1978 წლის 14 აპრილსაც იცავდნენ სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები. ნადგაზეთის პირდაპირ ჩართვას უყურებდით თქვენ, მადლობა და დაგემშვიდობებით.